გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან გავრცელებულ და ხშირად სიმართლე გითხრათ საგანგაშო სიმპტომზე ვისაუბრებთ, ეს არის გულმკერდის ტკივილი. დიახ. ბევრს ალბათ გამოუცდია და პირველი აზრი, ხო, თითქმის ყოველთვის გულისკენ მიდის. მაგრამ სულ ესა, მოდით ჩაუღრმავდეთ ცოტა. ჩვენი მიზანია რომ დაგეხმაროთ, გაარკვიოთ, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ტკივილი. კონკრეტულად რომელი ნიშნებია, ესეთი ყურადღება რომ უნდა მიაქციოთ და როდის არის, ესე იგი, აუცილებელი პირდაპირ გადაუდებელში წასვლა. კი ბატონო. ვეცდებით გასაგებად ავხსნათ. კარგი, დავიწყოთ იმით. საერთოდ რა არის ეს გულმკერდის ტკივილი? მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე ვთქვათ, გულმკერდის ტკივილი თავისთავად დიაგნოზი არ არის, ხო? ეს არის სიმპტომი. სიმპტომი, გასაგებია. დიახ, და მისი მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი რამ. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გული, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ფილტვები, კუნთები, ძველებიც კი გულმკერდის არეში, საყლაპავი მილი. საყლაპავი, დიახ, საყლაპავის პრობლემები, მაგალითად, რეფლუქსი ან სპაზმი, ხშირად იწვევს ტკივილს, რომელიც ძალიან გავს გულის ტკივილს. ზოგჯერ სტრესიც კი, ძლიერი შფოთვა. გასაგებია, მაგრამ მაინც ის მთავარი შიში ხომ ვთანხმდებით, რომ გულია. გულის შეტევა, ინფარქტი, სტენოკარდია, ეს სიტყვები ყველას გვაშინებს? ზუსტად, ეს არის ის მდგომარეობები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა სერიოზულია და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. ანუ, ორივე შემთხვევაში, სტენოკარდიის დროსაც და ინფარქტის დროსაც გულის კუნთის რაღაც ნაწილს სისხლი და შესაბამისად ჟანგბადი აღარ მიეწოდება საკმარისად. რითი განსხვავდება? სტენოკარდია, ესე იგი, უფრო დროებითი ამბავია. ტკივილი ხშირად ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება და მერე გაივლის, მოსვენებისას ან წამლის მიღებისას. ინფარქტი კი ნიშნავს, რომ სისხლის მიწოდება სრულად ან თითქმის სრულად შეწყდა და კუნთის ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს ან მოკვდეს კიდეც. ეს ჟანგბადის შიმშილი იწვევს იმ ცნობილ მოჭერის ზეწოლის შეგრძნებას. და ეს შეგრძნება ყოველთვის ასეთი კლასიკურია. ფილმებში რომა, ხელი გულზე და... არა, სულაც არა, ეგ არის ერთ-ერთი გავრცელებული სტერეოტიპი. სინამდვილეში ტკივილი შეიძლება იყოს მჭრელი, შეიძლება იყოს ყრუ, შეიძლება საერთოდ არ იყოს მოჭრელითი ხასიათის. ზოგჯერ შეიძლება იყოს უბრალოდ დისკომფორტი. და რაც მთავარია, შეიძლება თან ახლდეს სულ სხვა სიმპტომები. გულისრევა, უჩვეულოდ ძლიერი, ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება. და ეს შეიძლება ახალგაზრდასაც დაემართოს, ვინც ფიქრობს, რომ მე რა გულის პრობლემა უნდა მქონდეს. აბსოლუტურად. ასაკი, რა თქმა უნდა, რისკ ფაქტორია, მაგრამ ერთადერთი არა. და კიდევ ეს ატიპიური სიმპტომები, ანუ არაკლასიკური ტკივილი, უფრო ხშირად ქალებს და დიაბეტით დავარდებულ პაციენტებს აღენიშნებათ. ამიტომ დიაგნოსტიკაც ზოგჯერ რთულდება. ანუ თუ ვინმე თვლის, რომ დაბალი რისკის ჯგუფშია, ახალგაზრდა, არ ეწევა, წონა ნორმალური აქვს, მაინც არ უნდა მოადუნოს ყურადღება, თუ გულმკერდში რაღაც უცნაურს იგრძნობს. არავითარ შემთხვევაში. დაბალი რისკი არ ნიშნავს ნულოვან რისკს. არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებსაც აუცილებლად ხაზვუსვამ, აუცილებლად უნდა მივაქციათ ყურადღება, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად. ეს არის ერთგვარი წითელი დროშები. ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ჩამოვთვალოთ ეს ნიშნები. რა არის ის მთავარი გამაფრთხილებელი სიგნალები, რაც ყველამ უნდა ვიწოდეთ? კი ბატონო. ძირითადად 4 ასეთი ნიშანია, რომელიც გულმკერდის ტკივილთან ერთად თუ გამოვლინდა, განსაკუთრებით საყურადღებოა. პირველი, უხვი ოფლიანობა. ცივი წებოვანი ოფლი, რომელიც უმიზეზოდ გასხამთ. გასაგებია. მეორე, ტკივილის გაუარესება ფიზიკური დატვირთვისას. მაგალითად, დაიწყეთ სიარული, კიბეზე ასვლა, ან რამე მძიმის აწევა და ტკივილი ან გაჩნდა, ან გაძლიერდა. მესამე, ტკივილის გადაცემა, ანუ irradiacija. ტკივილი მარტო გულმკერდში კი არ არის, არამედ გადადის, ვრცელდება მკლავებში, ხშირად მარცხენაში, მაგრამ შეიძლება ორივეშიც ან მარჯვენაშიც, კისერში, ქვედა ყბაში, ზურგში, ზოგჯერ მუცლის ზედა ნაწილშიც კი. ყბაშიც კი. საინტერესოა. დიახ. და მეოთხე, ღებინება, რომელიც ტკივილთან ერთად ვითარდება. ესე იგი, შევაჯამოთ. ოფლიანობა,
ტკივილი დატვირთვაზე, ტკივილის გადაცემა სხვა ადგილებში და ღებინება. თუ ესენი ტკივილს ახლავს თან. განსაკუთრებით თუ რამდენიმე მათგანი ერთადაა. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია. იმ ფონზე, რომ როგორც ვთქვით, სიმპტომები შეიძლება ატიპურიც იყოს, ანუ მხოლოდ ოფლიანობა და გულისრევა, სიფრთხილე ორმაგად გმართებს. მაშინ, რა არის მთავარი რჩევა? როდის უნდა მივმართოთ სასწრაფოს ან მიმღებს? მთავარი გზავნილი არის ძალიან მკაფიო და პირდაპირი. თუ თქვენ გაქვთ გულმკერდის ტკივილი და მასთან ერთად აღგინიშნებათ რომელიმე ამ 4 გამაფრთხილებელი ნიშნიდან ოფლიანობა, გადაცემა, გაძლიერება დატვირთვაზე, ღებინება ან თუნდაც ერთი მათგანი, მაგრამ ძლიერად გამოხატული. ან უბრალოდ ტკივილი ძალიან ძლიერია, უჩვეულო ან გაშინებთ? დიახ, ზუსტად. თუ ტკივილი არის ძლიერი, ან ისეთი, როგორიც აქამდე არ ქონიეთ, ან უბრალოდ აუხსნელია და გაშფოთებთ, არ დაიწყოთ ლოდინი, არ იფიქროთ გამივლის. არ გადადოთ. არავითარ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება 112-ზე ან თუ საშუალება გაქვთ თავად ან ვინმემ წაგიყვანოთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ანუ emergency-ში როგორც ეძახიან. ეს ალბათ ყველაზე სწორი რჩევა. ჯობს ტყუილად შეაწუხო ექიმები, ვიდრე დააგვიანო, როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. იქ ალბათ სწრაფად გაარკვევენ რა ხდება, ხო? პირველი რას აკეთებენ? დიახ, გადაუდებელში ამისთვის არიან. პირველ რიგში, როგორც წესი, კეთდება ელექტროკარდიოგრამა, ანუ EKG. ეს აჩვენებს გულის ელექტრულ აქტივობას და შეუძლია დაუყოვნებლივ გამოავლინოს გულის შეტევის ან სისხლმომარაგების სერიოზული პრობლემის ნიშნები. კიდევ? ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზი, კონკრეტულად გულის ფერმენტებზე, განსაკუთრებით ტროპონინზე. ეს ცილა გულის კუნთის დაზიანებისას გამოიყოფა სისხლში და მისი დონის მომატება EKG-სთან ერთად ძალიან სარწმუნოდ მიუთითებს ინფარქტზე. ეს კვლევები ეხმარება ექიმებს სწრაფად შეაფასონ მდგომარეობის სიმძიმე და დაიწყონ შესაბამისი მკურნალობა. გასაგებია. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, გულმკერდის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. ზოგი საშიშია, ზოგი ნაკლებად. დიახ. მაგრამ მთავარია დავიმახსოვროთ ის საგანგაშო ნიშნები. ძლიერი, ცივი ოფლი, ტკივილის გადაცემა მკლავებში, კისერში, ყბაში, ტკივილის გაძლიერება ფიზიკური დატვირთვისას და ღებინება ტკივილთან ერთად. სწორია. თუ რომელიმე ამ ნიშანს შენიშნავთ, ან უბრალოდ ტკივილი ძალიან გაწუხებთ, დრო არ დაკარგოთ, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. და ბოლოს ალბათ ერთი რამ კიდევ მოусმინოთ საკუთარ სხეულს, ხო? აუცილებლად. უგულებელყოფთ იმ სიგნალებს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გაწვდით. თუ რამე გაწუხებთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ არასერიოზულია, მაინც მიმართეთ ექიმს. და აი დღესვე შეგიძლიათ დაფიქრდეთ, რა იცით თქვენი პირადი რისკების შესახებ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის, ესეც მნიშვნელოვანია. კი ბატონო. და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ თქვენ, ჩვენს მსმენელს დასაფიქრებლად. აი ახლა, როცა ეს ინფორმაცია გაქვთ, როგორ შეხედავთ მომავალში გულმკერდის არეში გაჩენილ დისკომფორტს? იქნება ეს თქვენი თუ თქვენი ახლობლის. რაიმე შეიცვლება თქვენს მიდგომაში ამ ცოდნის გათვალისწინებით?